მოგესალმებათ შაბათის მებაღე. აი ესე გამოიყურება ხოსტა ნოემბრის შუა რიცხვებისთვის. შეგვიძლია ესე დავტოვოთ, თუმცა გაზაფხულზე თვითონვე ამოიღებს ძირიდან ამოვა, მაგრამ რომ შიგნით არ დაგროვდეს მავნებლები, მაგალითად ლოკოკინები, წერები, აგრეთვე არ გამრავლდეს სოკოვანი დაავადებები, სასურველია რომ აუცილებლად ამოვიღოთ ეს ხოსტა. შეხედეთ, აი აქ მე დატოვებული მაქვს ნიშნი, რომ გაზაფხულზე აქ შემთხვევით არ გავმარგლ. მცენარეები, რომელსაც მე შემოდგომით გადავკრიჭავ, ყველგან დავტოვებ აი ესეთ ნიშანს, რომ ვიცოდე, რომ აქ რაღაცა მაქვს და შესაბამისად ვიყო ფრთხილად. მაშ ასე. მე დაველოდე, ბოლომდე დამჭკნარიყო, რომ არ მეწვალა და გადაკრიჭით, არ დავტანჯულიყავი და აი ესე უბრალოდ ხელით ამოვიღებ. როგორც ხედავთ, ძალიან ადვილად ამოდის. ნუ შეშინდებით, ფესვიანად არაფრით ამოვა. თუ რამე ადგილი გაგიჯიუტდათ, ძალას ნუ დაატანთ, იხმარეთ სეკატორი ან მაკრატელი. შეხედეთ, რეები აპირებენ აქ გამოზამთრებას, ნახეთ. პატივცემული ლოკოკინა და აი ეს ამას ხელს ვერ მოვკიდებ. ეს უნდა მოვაცილო. აი ამათ რო არ გამოიზამთრონ და მე არ გამრავლდნენ. აუცილებლად მოაშორეთ ხოსტა, რადგან ხოსტა საკმაოდ ებრძვიან. ეს ორი რა ვქნა, რა ვუთხრა და ჩემთვის არის მე საიზღარი ცხოველები, აი. და დავტოვოთ ეს ნიშანი, რომ აქ ჩვენ გვაქვს ხოსტა.